დიახ. ჩემი პასუხი ამ შეკითხვაზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ არანაირი პიროვნულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და არც შეიძლება გქონდეს. უბრალოდ თქვენთვის მე მგონი არაერთხელ განცხადდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომ მას შემდეგ რაც ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, ძალიან მკვეთრად გაიმიჯნა უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ძირითადი უფლებამოსილებები, რომელიც წინა წლებში გააჩნდა პრეზიდენტს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, ასეთი ტიპის უფლებამოსილებები მას აღარ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მთავრობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკვე მას კონსტიტუციით აქვს დაკისრებული. ასე რომ არანაირი დაპირისპირება, არანაირი თქვათ უფლებამოსილებების ვინმესთვის შეზღუდვა, ან სხვა უფლებამოსილებების გადაცემა სხვისთვის არ არის გათვალისწინებული და არც იქნება, ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში, კონსტიტუციის და შესაბამისად იმ კანონმდებლობით, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ამ თემებთან დაკავშირებით იქნება რაიმე განსაკუთრებული აჟიოტაჟი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოქმედებები ხდება ურთიერთშეთანხმებით და არაფერი სხვა ამის უკან არ დგას. ან შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თავად კონსტიტუციამ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბა ის ფუნქციები, რაც საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ შეზღუდავს მის უფლებამოსილებებს და ვერც მოუმატებს. ძალიანაც რო გვინდოდეს, იმიტომ კონსტიტუციაში თუ შეიცვლება მომავალში და სხვა უფლებამოსილებები დაემატება პრეზიდენტს, ეს მხოლოდ და მხოლოდ გადასაწყვეტია პოლიტიკური ძალების შეთანხმების შედეგად და საზოგადოებრივი კონსენსუსით, მაგრამ დღეს არსებული კონსტიტუცია არის ძალიან მკაფიო ამ თვალსაზრისით. ამაზე მეც ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე მესმის ინტერესი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ახლა მედია სურვილი არის, რომ უფრო მეტად წარმოაჩინოს თემა, თითქოს არის რაღაც დაპირისპირება, მაგრამ მთელი უცხოელად მინდა გითხრათ, რომ მსგავს ადგილი არ აქვს. ამიტომ ეს ხდება ყველაფერი გეგმაზომიერად და მიმდინარეობს ეს უფლებამოსილებები ჩვენ ძალიან ბევრ კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, ძალიან უამრავ კანონში შევიდა ცვლილებები, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს აღარ ჰქონდა ეს აღმასრულებელი ფუნქციები. და გადაეცა მთავრობას. ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც მისი პრეროგატივაა, ითხოვს მთავრობის კონტრასიგნაციას და პრემიერ-მინისტრის თანხმობას. ესეც არის პროცედურა, რომელიც არსებობს. გარდა იმ თემებისა, რომ საქართველოს ხელმძღვანელი არის და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაური გახლავთ პრეზიდენტი და არის უმაღლესი მთავარსარდალი ამავდროულად, ხო? დანარჩენი ხა საგარეო პოლიტიკურ სფეროში ის არის თანაწამყვანი და ყველაფერს ამ მიმართულებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი თავისთავად. მადლობა. პირველ რიგში მეც მინდა ზოგადად შევაფასო არჩევნები ჩატარებული, იმიტომ რომ არ შეიძლება ორი სიტყვა არ ვთქვათ იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც პრაქტიკულად არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ გამოიწვია მაღალი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სწორი მიმართულებით და წინ მიდის. თორედ ეს არის დასტური არჩევნების ჩატარების შედეგებიდან გამომდინარე და ის რაც განხორციელდა. ასევე ნებისმიერი კანონდარღვევას, რომელსაც ჰქონდა ადგილი არჩევნების დროს, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება, განხორციელდა იგივე მარნეულის თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და გაირკვევა იქ რა მოხდა ზუსტად, ის იგივე მართულთან დაკავშირებით, ხონთან, დედოფლის წყაროსთან დაკავებული არიან პირები და არიან პასუხისმგებაში მიცემული. აქედან გამომდინარე, ყველა ის ადამიანი, რომელიც ეცდება, რომ არჩევნებთან დაკავშირებით და იცით, რომ არჩევნები არ არის დასრულებული და ძალიან ბევრ ქალაქში და რაიონში ჩატარდება, კიდევ რამდენიმე რაიონში ჩატარდება მეორე ტური, სწორედ ჩვენი მიმართულება არის ერთ-ერთი, რომ ყველა ადამიანი, რომელიც გადაწყვიტავს, რომ კანონი დაარღვიოს არჩევნებთან დაკავშირებით, იქნება მკაცრად დაჟილი.
ამას არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომ იყოს. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ არის რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ავამაღლოთ საზოგადოების დობა არჩევნებისადმი და ქვეყნის გარეთაც ამ პროცესებმა მიიღოს მაღალი შეფასება, რაც სახეზია ამ შედეგებიდან გამომდინარე, რომელშიც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ საზოგადოების ხარდაჭერა სახეზია ქართული ოცნების მიმართ, ასე რომ ოპოზიციის ცდილობაა რომ რაღაცა ქვეყანაში შეიტანოს გარკვეული დისონანსი ან პროვოკაციული განცხადებები, იგივე ჩვენ ნახეთ მათ მიერ გაკეთებული თქვათ კონკრეტული ქმედებები იგივე მოხსნებთან დაკავშირებით კანდიდატებს. როდესაც აღმოჩნდა რომ მხოლოდ სახეზე იყო ფარსი, პროვოკაციები და ეს არის მათი პოლიტიკური ცხოვრების შეიძლება ითქვას წესი, რომელიც საზოგადოები და ხალხი ძალიან კარგად ხედავს. აქედან გამომდინარე მე ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში მოსახლეობა გამოვა ქუჩაში და რაღაცას გააპროტესტებს ნაციონალური მოძრაობის მოწოდებით, ეს პრაქტიკულად წარმოუდგენლად მიმაჩნია. რაც შეეხება კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას და გამოძიებას, მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით, თუ კი ესეთი არსებობს, გაგრძელდება გამოძიება და ყველა პირი, ვინც არ უნდა იყოს, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ყველას მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები. იცით რომ ჯერჯერობით არ არის დასრულებული არჩევნები, ჩვენ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ იქნებოდა მორატორიუმი, რაც შესრულდა კიდევაც, აქედან გამომდინარე კიდევ გაგრძელდება თავისთავად მორატორიუმი, რომ ბოლომდე არ არის არჩევნები დასრულებული გარკვეულ ქალაქებში და რაიონებში, იცით, ასე რომ დაველოდოთ მოვლენებს და ჩვენ მინდა გითხრათ რომ ქვეყანაში არის კანონის უზენაესობა. ეს არის თავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის აღშენებლობის და ყველანი ვართ თანასწორი კანონის წინაშე და არავის არ აქვს მე განსაკუთრებული უფლებები. არ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც წარსულში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამიტომ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში. გამოძიება და ამავდროულად სასამართლო, რომლის მიმართ დობა იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევაში ჩვენ ხარეს ხელისუფლების ხარეს გულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალას არ მოგწონს ხოლმე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სხვადასხვა მიმართულებებით, მაგრამ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ განამტკიცოს ქვეყანაში მართლმსაჯულება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. მათ შორის ჩვენ ოპონენტებსაც მოუწოდებ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს სასამართლო, მათ სასარგებლო თუ მათ საწინააღმდეგო, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ვერდიქტი. ასე რომ დანარჩენს შემდეგ შევხედოთ, როგორც ცხოვრება გვაჩვენებს. კი. ნუ ახლა ყოველ შემთხვევაში იქ აშკარად ჩანს, რომ ფაქტია, რომ ძალიან ესეთი აყალბებას აქვს ადგილი და ცოტა არ იყოს ძალიან ესეთი კომიკურადაც ჩანს, ჩემი რასაც უყურე. აქედან გამომდინარე, გამოძიება მიმდინარეობს, რამდენადაც ერთი ცნობილია, იქ დასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ახლო ნათესაურ კავშირში ყოფი ადამიანების მონაწილეობენ, ამიტომ დაველოდოთ, მინდა გითხრათ გამოძიების შედეგებს, მე კიდევ ერთხელ გითხარით, ნებისმიერი პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული არჩევნების დღეს, ეს იყო მართულში, ეს იყო დედოფლის წყაროში, თუ ეს იყო ხონში, ყველა ადამიანები არის დაკავებული და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ამ შემთხვევაშიც ესე იქნება. თუ დადასტურდება, რომ ეს ადამიანები ჩადიან დანაშაულს და ეს არ არის პროვოცირებული, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისინი პასუხს აღებენ. თუ დადასტურდება, რომ ეს არის პროვოკაცია, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზული ეჭვის თვალით უყურებთ თავისთავად, ხო? და გამომდინარე დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში განცხადებას და საზოგადოებას ამცნობს. ამის შემდეგ ჩვენ ბუნებრივია პოლიტიკური შეფასებების მოყვება ამას. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რაც არ უნდა ეცადოს ოპონენტებმა ნაციონალურ მოძრაობის სახით, რომლებიც დაამარცხნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომ წარმოაჩინონ არჩევნები გაყალბდა და არჩევნებში იყო რაღაც დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო ამის თქმა ჩვენც არ უარყოფთ, რომ იყო დარღვევები გარკვეული, მაგრამ ეს მინდა შევაფასოთ, მე მგონი ყველა ჩვენ თანხმდებით, რომ ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები, რომელმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო არენაზე, ხო? ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და კიდევ ერთხელ ითქვა, რომ 27 ივნისს, როდესაც ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას, სწორედ ამ არჩევნება კიდევ ერთხელ გაუმყარა ჩვენ ევროპელ პარტნიორებს ამ ხელმოწერის პროცესში. ეს არის მთავარი გზავნილი, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
რომ დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა ყველა ბერკეტი იმისათვის თავისი წარსულის ძალიან ცუდი გამოცდილება ახსოვს ჩვენ მოქალაქეებს, არანაირად არ იქნა გამოყენებული. პირიქით ჩვენ ჩავატარეთ კონკურენტული არჩევნები, ნახეთ რომ ერთად 4 პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა არჩევნების ბარიერის დაძლევა, მაჟორიტარული წესით არჩევნებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა ქართული ოცნებისთვის, რომელმაც დაახლოებით 80%-ს მიაღწია თავის შედეგებით, ზუსტად 6% აქვს ნაციონალურ მოძრაობას ამ მაჟორიტარულ არჩევნების წესთან დაკავშირებით და დანარჩენ პარტიებსაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები აქვს. ეს არის რეალური საზოგადოებრივი განცდა დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით. დანარჩენი არის ახლა უკვე ჩატარდება მეორე ტურებიც თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც და დავალოდოთ ჩვენ საბოლოო შედეგებს, უკვე საბოლოო შედეგები ამ პირველ არჩევნებთან დაკავშირებით ალბათ მოკლეს პერიოდში დასრულდება, იმიტომ რომ ამას მოყოლოდ არგოული სასამართლო დავებიც საალკო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები უნდა იყოს გასაჩივრებული რეალურად საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან უკვე შემდგომ აითვლება ის თარიღი და დაინიშნება ივლისის თვეში უკვე არჩევნები და რაც მე ვნახავთ. და ეს თუ დაპირებები არ სწორედ ეს არის მთავარი. თუ ხელისუფლების მიმართ არის უკმაყოფილება, ეს ყველაფერი გაირკვევა არჩევნებზე. გარკვეულწილად ამასთან დაკავშირებით საზოგადოებმა თავისი აზრი გამოხატა თვითმმართველობის არჩევნებზე, მერების და გამგებლების და საკრებულოების და მომავალში უკვე ჩვენ ოდესაც მოვალ საპარლამენტო არჩევნების თარიღი და ოდები სწორედ მაშინ გამოხატავენ მოქალაქეები თავის პოზიციას ხელისუფლებასთან დაკავშირებით. არანაირი აქციები და არანაირი არეულობის დღევანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს, ამას პირდაპირ გეუბნებით. თუ ვინმეს თავში უტრიალებს ძალიან ცუდი აზრები, ხო? ეს აზრები თავისთვის დაიტოვოს. პირდაპირ ვაფრთხილებთ. კი ბატონო. დიახ. დიახ. კი, რა თქმა უნდა, ახლა მოდით პირდაპირ თქვა და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვისაც და ყველას ჩვენთაგანისთვის მოულოდნელი იყო, რომ პირველ ტურში ვერ მოხდა ჩვენი კანდიდატის ბატონ დავით ნარმანიას გამარჯვება, მაგრამ ამაში არაფერ ტრაგიკულ ჩვენ ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, წინასწარი მონაცემებით ჩვენ ვიცოდით, რომ 50%-იან ბარიერს ლახავდა. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ 50%-იანი ბარიერი საკმაოდ მაღალი სტანდარტია, იცით რომ 30%-იანი ბარიერი არსებობდა თბილისში, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ დააწესა, მაშინ ჩვენ 40%-იანი ბარიერის შემთხვევაში უკვე ეს რა თქმა უნდა გამარჯვება უკვე გვედებოდა მაგიდაზე, მაგრამ ჩვენ თვითონ ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ის, რომ თქვით, რომ ჩვენ გვჭირდება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერები თვითმმართველ ქალაქებში და ამავდროულად თქვით, რომ ისიც რომ გამგებლების ავირჩიოთ 50%-იანი ბარიერი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია. მინდა გადავხედოთ ევროპის სახელმწიფოებს, სადაც პრაქტიკულად ესეთი მაღალი პროცენტული ბარიერები იშვიათად თუ არსებობს. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატებს ნებისმიერ სხვასაც კონდეს მაღალი ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან. Când გამომდინარე მეორე ტურში პირიქით ჩვენ ვერაფერს ვერ ხედავთ ტრაგიკულს, ეს არის საზოგადოების გადაწყვეტილება, ხალხის არჩევანი, ჩვენ პატივს ვსემთ ყველას, მათ ვინც მოვიდა არჩევნებზე პირველ რიგში, ვინც ხარი დაუჭირა ჩვენ კანდიდატს ბატონ ნარმანიას არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებში და რაიონებში, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მივიდნენ საერთოდ არჩევნებში და თავისი პოზიცია დააფიქსირეს, უბრალოდ ჩვენი მთავარი მიზანი იქნება რა, რომ როდესაც ნარმანია გაიმარჯვეს, რაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენ ყველანი, ხო? ის იქნება ყველას მერი, განსხვავებით წინა ხელისუფლების მერისგან, რომელიც იმუშავებს და იშრომებს ყველასთვის და არ იქნება ერთი პარტიის მიერ ერთი პარტიის მერი მხოლოდ და არ იმოქმედებს მათი პარტიული ინტერესებისათვის მხოლოდ და მხოლოდ. ის იქნება მთელი დედაქალაქის მერი, მიუხედავად იმისა, ვინ დაუჭირა მხარი ან ვინ არ დაუჭირა. ის ერთნაირად იზრუნებს ყველასთვის. ეს არის მთავარი მიზანი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ჩატარდება მეორე ტური ყველა იმ ქალაქში, სადაც უნდა ჩატარდეს და შემდგომ უკვე ჩვენ რა თქმა უნდა
გამარჯვების შემდეგ ვიმოქმედებთ ისე, როგორც უნდა იმოქმედოს პასუხისგებლობით ახსავსე პოლიტიკურმა ძალამ და ხელისუფლებამ. გისმენთ. ბოდიში არ მესმის. მე ვფიქრობ, უკეთეს შედეგს ველოდებოდით თუ არა, ხო? არ ვიცი, მე ამაზე უკეთეს შედეგი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს, ძალიან აი ამ პირობებში, როგორც ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, გამჭირვალედ, თავისუფლად და დემოკრატიულად, მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდა ქართული ოცნების კანდიდატი საბურთალოზე, იქ სადაც ბატონ ელისაშვილმა გაიმარჯვა, რომელსაც მინდა ასევე მიულოცო გამარჯვება, მას ძალიან კარგად ვიცნობდა, არის თქვენი კოლეგა და მან საკმაოდ ისე წარმატებით იმუშავა და თავის წარმოაჩინა მოსახლეობა დაარწმუნა იმაში, რომ მისთვის დაეჭირათ ხარი. დანარჩენი პროპორციული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ჩვენ გვაქვს უმრავლესობა თბილისის საკრებულოში და ასევე უმრავლესობა ყველა საკრებულოებში საქართველოში. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების როგორც პოლიტიკური ძალის კოალიციის ლეგიტიმაცია დღეს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. ამაში მე მგონი ეჭვს ვერავინ ვერ შეიტანს და ჩვენ ვართ გამარჯვებული ძალა, რასაც ყველა ჩვენთაგანს ულოცავთ თავისთავად. რასთან დაკავშირებით თქვენ? ზეიმი. კი. რა იყო ამას ცუდი? არა, რა თქმა უნდა არა. მე მთელი გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში. მე მგონი ეს ყველამ დავინახეთ, ხო, რომ ქართულმა ოცნებამ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება. ნამდვილად ქონდა საზეიმო საქმე და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო კი, მოხდა ისე. არ მგონია, რომ ეს იყოს თავარი თემა რაღაცა ახლა ჩვენ ბუნებრივი ადამიანები ვართ, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები, მთავრობის წევრები და თქვენს მედიის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ ადამიანები თავისთავად და ადამიანური განცდები ყველას გვაქვს, ხო? და აქედან გამომდინარე, გამოხატული იყო ის ემოცია, რომელიც ჩაიდო ამ არჩევნებში და თავისთავად პირველ რიგში ჩვენ ულოცავთ ყველას. ჩვენს არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, გამჭირვალედ და თავისუფლად და დემოკრატიულად და მე მგონი ასაღნიშნავი გვაქვს ყველა თელ საქართველოს. მე ვფიქრობ და მეტი შამპანიურებიც უნდა გავხსნან და კიდევ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად გავხსნით უფრო მეც. დიდი მადლობა ყველას.